მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვისაუბრებ საშიშ და მისტიკურ ადგილებზე. ნომერი 5. გენოციდის მუზეუმი. კამბოჯას დედაქალაქ პნომპენში ტუოლსლენგის გენოციდის მუზეუმი მდებარეობს. ის ყოფილი სკოლაა, მაგრამ 1975-დან 1979 წლამდე ეს შენობა ციხედ გადაკეთდა. გენოციდის მუზეუმში 20,000 პატიმარი მოკლეს. შენობაში შეგიძლიათ საკნები, თავის ქალები და ის ხელსაწყოებიც იხილოთ, რომლითაც პატიმრებს აწამებდნენ. ნომერი 4. კუნძული, სადაც მოჩვენებებს ხედავენ. იტალიაში მდებარე კუნძული პოველია მოჩვენებებითა და მისტიკური ისტორიებითაა ცნობილი. შავი ჭირის ეპიდემიის დროს კუნძულზე დაავადებულები მიჰყავდათ, სადაც საშინელი ტანჯვა-წამებით ემშვიდობებოდნენ სიცოცხლეს. მიცვალებულებს წვავდნენ და საერთო ორმოში ყრიდნენ, რის გამოც გავრცელებული ხმების მიხედვით კუნძულის ნიადაგი ნახევრად ადამიანის ფერფლისგან შედგება. 1922 წელს კუნძულზე ფსიქიატრიული საავადმყოფო გახსნეს და ნამდვილი კოშმარიც დაიწყო. გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ექიმი პაციენტებზე ექსპერიმენტებს ატარებდა. ექიმი ირწმუნებოდა, რომ მოჩვენებებმა ჭკუიდან შეშალეს და მოგვიანებით საავადმყოფოს კოშკიდან გადმოვარდა. ნომერი 3. ჰელინგლის საავადმყოფო. ის ინგლისში ქალაქ ჰელინგლის დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფო იყო. შენობა, რომელიც 1000 პაციენტის სახელს წარმოადგენდა, დღეს მიტოვებული და ნახევრად დანგრეულია. როგორც ამბობენ, შენობის დერეფნებში მოჩვენებები გადაადგილდებიან და შემზარავი ხარხარი ისმის. როგორც ამერიკული საიტები წერენ, ამ ადგილას რაღაც ძალიან უცნაური ხდება. ნომერი 2. ზონა 51. ზონა 51 ამერიკული გასაიდუმლოებული ბაზის ფსევდონიმია, რომელიც ნევადას შტატის სამხრეთით ლას-ვეგასიდან 133 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამ ბაზაზე ხდება ექსპერიმენტული თვითმფრინავების და ახალი სამხედრო ტექნიკის გამოცდა. ის ასევე უცხოპლანეტელებზე დაკვირვებისა და შესწავლის ყველაზე დიდ ცენტრს წარმოადგენს. ამ ზონის სიახლოვეც კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანებს. ნომერი 1. ბრინგუოლერის სამკუთხედი. იდუმალ სამკუთხედებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრინგუოლერის სამკუთხედია, რომელიც სამხრეთ მასაჩუსეტსის ტერიტორიის დაახლოებით 200 კვადრატულ მილს იკავებს. 1970 წლის შემდეგ ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ხშირად ხედავენ გიგანტურ ბანჯგვლიან არსებებს, რომლებიც ახლომახლო დაბოდიალობენ. გარდა ამისა, მათი მტკიცებით ასევე ხშირია გაურკვეველი წარმომავლობის გიგანტური ფრინველები, რომლებიც ძალიან ჰგვანან მილიონობით წლის წინ გადაშენებულ პტეროდაქტილს. 1970 წელს ერთ-ერთი ადგილობრივი ამტკიცებდა, რომ ნახა უზარმაზარი წითელთვალება ძაღლი, რომელმაც მის ორპონს კისერი გადაუმტვრია. გარდა უცნაური არსებებისა, ბრინგუოლერის სამკუთხედზე ასევე ხშირია ცხოველების უცნაურ ვითარებაში სიკვდილი. ადგილობრივები ასევე ირწმუნებიან, რომ ხშირად ხედავენ ამ უცნობ მფრინავ ობიექტს და ანომალიებს სწორედ უცხოპლანეტელებს უკავშირებენ. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოთ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.